ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ის მუშაობს იმაზე, რომ დასრულდეს კონფლიქტი მშვიდობიანად ირანსა და ისრაელს შორის. ეს არის ერთ-ერთი უახლესი პოსტი, რომელიც ეძღვნება ირანსა და ისრაელს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის. ახლა ბევრი შეხვედრა იმართება, ბევრს ვაკეთებ და არასდროს არავის დაუფასებია. მაგრამ არა უშავს, ხალხი გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კლავ დიდებული. დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე, სოციალურ ქსელში. დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დაადო ვეტო ისრაელის გეგმას მოახდინოს ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია. ამის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია მედიაში, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი და ასევე სხვა დასავლური მედიაც ამაზე წერს, როგორც წყარო აღნიშნავს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯერ ირანს არც ერთი ამერიკელი არ მოუკლავს, შესაბამისად ისინი არ აპირებენ ასეთი რადიკალური ზომის მიღებას. წყაროს ცნობით ეს არის არგუმენტი. თავად ისრაელში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ფეიკების ქვეყნიდან. ასეთი კომენტარი გააკეთა ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ცაჰი ჰენეგბიმ. შესაბამისად ინფორმაცია არ არის დადასტურებული, ასევე თეთრ სახლშიც არ აკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, ასევე ვრცელდება მედიაში სავარაუდო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ირანმა უკვე განაცხადა ამაზე ვარი, რადგან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დაწყებას ირანი არ აპირებს, სანამ ისრაელი არ შეაჩერებს საჰაერო თავდასხმებს. არსებული ინფორმაციით, როგორც Reuters-ი აღნიშნავენ, თეირანის პოზიცია არის ასეთი. წყაროს ცნობით, შუამავალი ქვეყანა უნდა იყოს ყატარი და ომანი. უკვე არაერთი თვეა, ომანი და ყატარი არის შუამავალი ქვეყანა ირანსა და ისრაელს შორის, ასევე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.